ქალბატონ სალომე, მადლობა იმისთვის, რომ გვითხოვთ დროს და იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ქალბატონ სალომე, წლის ბოლოა მინდა რომ წლის შეჯამებაც გავაკეთოთ, მაგრამ სანამ გადავალთ მთელი წლის შეჯამებაზე, მოდი გასული კვირის ამბებით დავიწყოთ. ლილუაშვილი ციხეში, ბაჩო ახალაია ციხეში, ვხედავთ რაც ხდება. ერთის მხრივ ივანიშვილი მის ყოფილ თანაგუნდელებსაც ებრძვის, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებიც კვლავ დღის წესრიგში ყავს. აი, როგორ ფიქრობთ, რატომ? აი, რას აკეთებს ივანიშვილი აი ამ ნაბიჯებით, თან ლილუაშვილი დაიჭიროს, თან ბაჩო ახალაია, რომელიც 10 წელი ყავდა ციხეში, ისევ ციხეში შეაბრუნოს ოჯახის წევრებზე მუქარით და შანტაჟით. მადლობთ მოწვევისთვის. მე ვფიქრობ, რომ მათ შორის გასული კვირის მოვლენების შეფასებაც ალბათ ჩდება სწორად შეფასებაში, ასე ვთქვათ, ზოგადად გასული წლის ტენდენციების და სად არის დღეს საქართველო და შესაბამისად სად შეიძლება იყოს ხვალ. იმიტომ რომ ჩვენ მქონდა ძალიან მოკლედ რო შევაფასოთ, საქართველოს მქონდა ძალიან წარუმატებელი წელიწადი, როგორც ქვეყანას. ჩვენ ამ ერთი წლის მანძილზე მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე მიუხედავად იმისა, ხმავის მისცა 2024 წლის არჩევნებში დაინახა, რომ ქვეყანა შევიდა აბსოლუტურ ჩიხში, რომ ჩვენ ვართ საერთაშორისო იზოლაციაში და ეს იზოლაცია არ ირღვევა და არანაირი ნიშანი არ არის, რომ საქართველოს, ასე ვთქვათ, ამოვა ამ იზოლაციიდან და მათ შორის მინდა ვთქვა, რომ იზოლაცია, რომელიც დღეს საქართველოს შეეხება, ეს საკმაოდ ესეთი მყარი, ასე ვთქვათ, დამოკიდებულებაა, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ იგივე ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია ეკონტაქტება და აქვს ურთიერთობა და მუშაობს მრავალ არადემოკრატიულ რეჟიმთან, რომელსაც არ აქვს დემოკრატიული ლეგიტიმაცია, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები თვლის, რომ სტრატეგიულად საჭიროა მათთან თანამშრომლობა. ალბათ მთელი ტრაგედია ჩვენი დღევანდელი მდგომარეობის არის, რომ საქართველოს დღეს უკვე არსად აღარ არის, ხო? ანუ ჩვენ სტრატეგიულად დავკარგეთ ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობის, ასე ვთქვათ, ეს ნიშა და ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკა არ არსებობს საქართველოსთან მიმართებაში, ხდება ჩვენი ძალიან სწრაფად ჩანაცვლება მეზობლების, მათ შორის ჩვენი მეზობლები იყენებენ სტრატეგიულად საკუთარი მიზნებისთვის, ცხადია ამ ვითარებას და ევროკავშირთან უკვე ოფიციალურად გაფორმდა შეჩერებული პროცესი გაწევრიანების და ამასთან ერთად ღრმავდება ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისიც, ხო, იმიტომ რომ მათ შორის არის, ასე ვთქვათ, საუბარი, ამაზე შეგვიძლია კიდევ ვისაუბროთ, ცალკე აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ აი ინიციატივებზე, ეგრეთ წოდებულ, ასე ვთქვათ, მორიგ რაღაცა PR კამპანიაზე ფასებთან დაკავშირებით. ანუ ქვეყანა ყველანაირი მოცემულობით ეკონომიკური, პოლიტიკური, საერთაშორისო ასპარეზზე არის შესული ჩიხში. ეხლა ამ ფონზე, რა თქმა უნდა, რომ ივანიშვილის, ასე ვთქვათ, კარზე, სადაც სათადარიგო სკამი სულ უფრო მოკლეა, ასე ვთქვათ, მის გარშემო სულ უფრო და უფრო ნაკლები ხალხი რჩება. ძალიან მნიშვნელოვანია ქობახიძისთვის, რომ გაიმყაროს საკუთარი პოზიციები, სრულად, ასე ვთქვათ, აიღოს მაქსიმალურად დარჩეს მარტო მოთამაშეთ ივანიშვილის კარზე, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან დღის წესრიგში დადგება აუცილებლად პასუხისმგებლობის საკითხი, ხო? ივანიშვილს დასჭირდება, როგორც მრავალჯერ გვინახავს, ასე ვთქვათ, თავის მოჭრა ვიღაცისთვის მთავრობაში. მე ვფიქრობ, რომ კობახიძე ცდილობს უზრუნველყოს ის, რომ მას თავი რაც შეიძლება დიდხანს ვერ მოაჭრან, იმიტომ რომ არავის სხვა სათადარიგო შემადგენლობაში არ დარჩეს. ამას უკავშირებთ მათ შორის იმ პროცესებს, რაც ქართული ოცნების შიგნით მიმდინარეობს და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დამატებით აზიანებს ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ ჩვენ წლებია ვლაპარაკობთ, რომ ეს არის ყველაზე კორუმპირებული ხელისუფლება, რომელიც ჩვენს ქვეყანას ყავდა, დღეს ამას უკვე ადასტურებს თავად ხელისუფლება. რაც შეეხება, ასე ვთქვათ, ბაჩო ახალაიას კომპონენტს, აქაც ვფიქრობ, რომ ძალიან ნათელია ბაჩო ახალაიასგან მე ხლა არ შევალ განსჯაში რადო და როგორ წლების მანძილზე იყო შექმნილი გარკვეული, ასე ვთქვათ, ტრის ხატი და ხელისუფლებას როგორც ჩანს დღეს სჭირდება
მათ შორის საკუთარი რეპრესიული ასე ვთქვათ პოლიტიკის გასამყარებლად გამოგორება აი ამ ერთგვარი ტრის ხატის თავიდან უკვე მე რამდენჯერ არ ვიცი გასული 14 წლის მანძილზე და ეს ყველაფერი აჩვენებს იმას რომ პოზიტიური დღის წესრიგით ხალხისთვის სასიკეთო დღის წესრიგით არც აქვს რესურსი ამ ხელისუფლებას რომ არანაირი პოლიტიკა წარმართოს და არც აპირებს ყოველ შემთხვევაში მე ასე ვკითხულობ იმ ყველაფერს რაც დღეს ხდება ხელისუფლების წიაღში და ჩვენს ქვეყანაში რომ ჩვენ წინ გვუდება დიდი ბრძოლა და კიდე ძალიან ბევრი გამოწვევა კი ბატონო და ქალბატონ სალომე მთავარი ანუ აი როგორი უნდა იყოს ესე დავსვამდი კითხვას 2026 წელი რა გამოცდილება უნდა მივიღოთ ჩვენ აი მათ შორის იმ ადამიანებმა, ვინც ივანიშვილის წინააღმდეგ იბრძვის განსაკუთრებით აი ეს ბოლო 1 წელი. ხო, აი რა არის შესაძლებელი, რა არის საჭირო, რომ 2026 წელს უფრო მეტად დაუახლოვდეს საზოგადოება იმ მიზანს, რაც არის ივანიშვილის ხელისუფლებიდან გასტუმრება და ნორმალური არ ვიცი, ცივილური, დემოკრატიული ქვეყნის შექმნა, ევროპულ რელსებზე დაბრუნება და ასე შემდეგ. აი ჩვენ რა უნდა ვისწავლოთ აი ამ ბოლო 1 წლიდან? მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება, ჩემი აზრი არის ეს პირადად როგორც ერთი მოქალაქის ადამიანის, რომელიც მრავალი წელიწადია ებრძვის ამ რეჟიმს, ჩემი მოსაზრება და ჩემი შეფასება არის, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ალბათ ცოტა მეტი რაციონალიზმი, პრაგმატიზმი და ცოტა უკეთ დაგეგმვა საკუთარი წინააღმდეგობის და წინააღმდეგობრივი მოქმედების ამ რეჟიმთან მიმართებაში. ნაკლები თავის მოტყუება, მათ შორის არის ადამიანურად მესმის, რომ ძალიან ხშირად ადამიანებს სურთ რაღაცა წარსულის ანალოგიებით, რაღაცა შექმნან აწყო და შექმნან ის პროცესი, რომლითაც რეჟიმს ებრძვიან. აქ ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ცოტა უფრო პრაგმატულად შევხედოთ პროცესს. მე პირდაპირ გეტყვით, რომ ყველაზე დიდ შეცდომად მიმაჩნია გასული წლის ეგრეთ წოდებული საარჩევნო ბოიკოტის გამოცხადება. მე ვფიქრობ დღესაც და ვერაფერს ვერ ხედავ რომ აზრი შევცვალო ამაზე რომ ძალიან დიდი შეცდომა იყო, როდესაც არ მოხდა დიდი ფართო გაერთიანების შექმნა, რომელსაც ჩვენ ვთავაზობდით. თქვენ გახსოვთ, რომ ლელუს ინიციატივა იყო, რომ საერთოდ პარტიული დღის წესრიგი ყველას გვერდზე გადაედო და დიდი გაერთიანებით ჩვენ ბრძოლა გაგვემართა, ასე ვთქვათ, კაპიტალური ბრძოლა ივანიშვილის წინააღმდეგ თბილისის არჩევნებში. სამწუხაროა ჩემთვის, რომ ბოიკოტის გზამ გაიმარჯვა, იმიტომ რომ ამ გზამ არსად არ მიიყვანა ქვეყანა და პირიქით მე ვიტყოდი, რომ ბევრად უფრო დიდ შიხში შეიყვანა. ასევე ძალიან დიდი იმედგაცრუება უნდა ყოფილიყო საზოგადოებისთვის და არის და აღმოჩნდა სრულიად კიდევ ერთხელ არ მინდა არავის კრიტიკა, მაგრამ არარეალისტური, უპასუხისმგებლო რო ვთქვათ, არარეალისტური ვითომ სამოქმედო გეგმების შეთავაზება 4 ოქტომბრის დღეს რა შეიძლებოდა მოხდარიყო და ამან გამოიწვია კიდევ უფრო დამძიმება ჩვენს ქვეყანაში კრიზისის გამოსავლის ნაცვლად და მე ვფიქრობ, რომ გაკვეთილი, რომელიც ჩვენ აქედან უნდა ვისწავლოთ, არის ის, რომ ავტოკრატიასთან ბრძოლაში თავის მოტყუება, ტყუილი პროპაგანდისტული რაღაცა კამპანიებით დაპირისპირება ამ რეჟიმთან არაფრის მომცემი არ არის და უფრო ღრმად შეიყვანს საზოგადოებას ჩიხში. ჩვენ განსხვავება ჩვენს და ამ რეჟიმს შორის რაც უნდა იყოს, არის ის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ პირნათელი საკუთარ ხალხთან და სიმართლე უნდა ვუთხრათ ხალხს, მათ შორის ამ ბრძოლასთან დაკავშირებით. როდესაც საჭიროა უნდა ვუთხრათ, რომ გვესმის, რომ რაღაცა შეიძლება ვიღაცას არ ისჯერა, რომ რაღაც სიტყვაზე მაგალითად არჩევნებში მონაწილეობას აზრი აქვს, მაგრამ როდესაც უკეთესი ალტერნატივა არ არსებობს, უნდა ავუხსნათ საზოგადოებას უკეთესად რა არის მათ წინაშე მდგარი ამ არჩევანი და რა არჩევანს რა მოყვება, ხო, შესაბამისად, მეტი გულწრფელობა, მეტი გახსნილობა საზოგადოებასთან და ვფიქრობ, რომ ცოტა მე ვუსურვებდი ყველას რაღაცა ნაკლებ ეგოიზმს, იმიტომ რომ რაღაცა ძალიან ბევრი ეგოებია, მათ შორის რაღაც პოლიტიკურ სპექტრში ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი ხალხი რაღაცა ეგო აქვს ძალიან დიდი. ოღონდ ამ ეგოს უკან არ დგას არანაირი შესაძლებლობები, რომ რაიმე რეალობა გადაკეთოს და ცოტა უფრო მეტ რეალიზმს ვუსურვებდი საერთოდ ამ ბრძოლაში ჩართულ ადამიანებს, რომ ადეკვატურად შევაფასოთ ხოლმე
საკუთარი შესაძლებლობებიც, ისიც რა შეიძლება ჩვენ მივაღწიოთ ერთობლივი ბრძოლით და მოწინააღმდეგეც უფრო ადეკვატურად შევაფასოთ, იმიტომ რომ მათ შორის ძალიან ხშირად გვესმის ძალიან მე ვიტყოდი მიამიტური რაღაცა ანალიზი იმასთან დაკავშირებით, თუ რასთან გვაქვს ჩვენ საქმე ივანიშვილის რეჟიმის სახით და ეს რეჟიმი არ არის ანალოგიის გავლება ამ რეჟიმს და რაიმე სხვა მოცემულობას შორის ჩვენს პოლიტიკურ ისტორიაში საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ ისტორია არ მეორდება არასდროს და თუ მეორდება როგორც ფარსი, ასე რომ ვფიქრობ მეტი რეალიზმი უნდა ვუსურვოთ სიმტკიცესთან ერთად საკუთარ თავს ამ ბრძოლაში მომავალი წლისთვის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენი გამარჯვება იქნება გარდაუვალი, თუ იქნება მეტი სისტემატიურობა, მეტი რეალიზმი, მეტი სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ, მეტი პატივისცემა და ცოტა ნაკლები აღტკინება საკუთარი შესაძლებლობებით, რომელიც ხშირად ცდება რეალობას, მეტი რეალიზმი, ეს შემიძლია ვუსურვო ყველას ამ ბრძოლაში. კი ბატონო, და ბოლო კითხვას დაგისვამთ, ქალბატონ სალომე, აი თქვენ ახსენეთ ინტერვიუს დასაწყისში, როდესაც საუბრობ, ახსენეთ, ახალი კამპანია არისო, რაღაცა სოციალურ პრობლემებზე ხელისუფლების მხრიდან ყურადღების გამახვილება, გულისხმობ რაღაცა კობახიძის გამოჩენას, აი ამ შეწუხებული ფასპროდუქტების ფასების ფონზე და მდინარაძის უწყების მიერ დაწყებულ გამოძიებას. რას ემსახურება ეს ყველაფერი თქვენი აზრით და ზოგადად აი არ ვიცი აი რაღაცა რჩება თუ არა ესეთი განცდა რომ აი რაღაცისთვის ემზადება ქართული ოცნება თუ აი რა სტრატეგია თითქოს ახალი ხელწერის შემოტანა მათ მიერ მართვის მოდელში ვგულისხმობ რაღაცა კორუფციასთან ეს გაჩაღებული ბრძოლა ყოფილით არაგუნდელების წინააღმდეგ ფასებით შეწუხებულები და ასე შემდეგ. მარტივია რეალურად ნებისმიერი ავტოკრატიული რეჟიმი ჩვენ ახლა ვართ სისტემაში სადაც მიმდინარეობს ავტოკრატიული პოლიტიკური სისტემის გამყარება, ხო? ანუ გამყარება საკმაოდ მე ვიტყოდი ფორსირებული, ასე ვთქვათ, გზით. ავტოკრატიული სისტემა ემყარება მტრის ხატის ცნებას. მტრის ხატი არის საჭირო ყველაფრისთვის, იმისთვის, რომ არ ვიცი, საკუთარი მომხრეები დაარაზმონ, იმისთვის, რომ საზოგადოებას გასცენ მარტივი, პოპულისტური პასუხი ვინ არის დამნაშავე და ამითი არის დაკავებული ქართული ოცნება უკვე დიდი ხანია, ხო? იმიტომ რომ იგივე მაგალითად ეგრეთ წოდებული ყბადაღებული მოგონილი სისულელე პროპაგანდა უმის პარტიასთან და რაღაცა მერე ეს გადაიქცა რაღაც გლობალური შეთქმულებების რაღაცა ასე ვთქვათ მთელი ესე აქვს ხო ხაზი პროპაგანდისტური, ეს არის სწორედ ავტოკრატიული რეჟიმის ხაზი, მტრის ხატის შექმნის და აქაური მოწინააღმდეგე ფრონტის იქნება ეს არასამთავრობო ორგანიზაციები თუ დემოკრატიული ოპოზიცია მონათლა როგორც ასე ვთქვათ აგენტების ეს იყო ძალიან სერიოზული PR აქცია მტრის ხატის შექმნის ეს გრძელდება ეხლა მტრის ხატის შექმნის მცდელობით მათ შორის სისტემის შიგნით ეგრეთ წოდებული ვითომ კორუფციასთან ბრძოლა და ნუ ახლა დაცინვა არის ხალხის ამ რეჟიმის მხრიდან, რომელიც მთლიანად თავიდან ბოლომდე ერთი დიდი კორუფციული სქემა არის ბიძინა ივანიშვილის სათავეში, საუბარი კორუფციასთან ბრძოლაზე, ხო? მაგრამ აქაც შიდა მტრის ხატების შექმნაც ხდება, რომ აი ცუდი ეს ხელისუფლება იმიტომ კი არისო, რომ ცუდი არის თავის შინაარსით ავტოკრატიული, არაკომპეტენტური და ასე ვთქვათ კორუმპირებული, არამედ აი ვიღაცეები იყვნენ კონკრეტული ხალხი, ვინც იყვნენ ცუდები და დანარჩენი კარგი, ანუ მტრის ხატის შექმნის შიგნით და როდესაც ისინი ხედავენ, რომ საზოგადოება ცხოვრობს მართლა გაუსაძლის პირობებში, როდესაც ჩვენი პრობლემა რა არის, ფასები გლობალურად იზრდება მსოფლიოში ყველაფერზე, მაგრამ საქართველოს, რომელიც არის განუვითარებელი ქვეყანა და ჩვენ ეს მოგონილი სტატისტიკით, ასე ვთქვათ, სტატისტიკას გვაძლევენ, რომ თურმე თითქოს როგორ ვითარდება ქვეყანაში ეკონომიკა და რეალურად საქართველოს არის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა და ასე ვთქვათ, მით უმეტეს ევროპულ ქვეყნებს თუ შევადარებთ, ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ფასები იზრდება არაადეკვატურად და ასევე არაადეკვატურად დაბალი არის როგორც ხელფასი, ასევე პენსია, ასევე შემოსავალი და მარტივად რო ვთქვათ, ადამიანების ცხოვრება
გეომეტრიული პროგრესიით ხდება გაუსაძლისი, იმიტომ რომ სულ უფრო ნაკლებს წვდება ადამიანის საკუთარი შემოსავლით და ეს შეეხება ყველას უკლებლივ, გარდა ძალიან მცირე კორუმპირებული ელიტისა, ხო, რომელიც მდიდრდება ამ ყველაფერზე და ეს არის ცხადია ბიძინა ივანიშვილი და მასთან დაკავშირებული ხალხი, ვინც ფულს შოულობს ქართველი ხალხის გაღატაკებაზე. ეხლა იმისთვის, რომ ამ გლობალურ გამოწვევას, რომელიც მათ მომხრეებსაც აწუხებს, ისევე როგორც ყველა სხვას, რამე უთხრან, ისევ დაადგნენ ამ გზას, რომ შექმნან რაღაცა მტრის ხატი და რეალურად სიმართლის თქმის ნაცვლად, რომ არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, არასწორი ფინანსური პოლიტიკის შედეგად, იმიტომ რომ გადასახადები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი არის საბაზისო მოხმარების პროდუქციაზე და ეს ფული მიდის პირდაპირ კორუფციაში, იმიტომ რომ შეხედეთ რაში ხარჯავს მთავრობა ფულს პენსიას ხო არ ზრდის 1000 ლარამდე რაც იყო ჩვენი შეთავაზება და აბსოლუტურად რეალისტური არამედ მე-1000-ჯერ არ ვიცი უკვე ხდება განახლება ჩინოვნიკების ავტოპარკის, მათი კაბინეტების გარემონტება და აი ამ ყველაფერში რომ ხარჯოს ფული ძარცვავენ ხალხს, მათ შორის მაღალი გადასახადები და იმის ნაცვლად რომ ეს გადასახადები შეამცირონ, ერთადერთი რაც მთავრობა შეუძლია გააწიოს, დაიწყეს ისევ მტრის ძებნა. ეს არის კლასიკური ავტოკრატიული რეჟიმი, რომელიც მართავს ავტოკრატიული ასე ვთქვათ, გზით და ვერაფერს ვერ თავაზობს საზოგადოებას, ვერც ერთ გამოსავალს, ვერაფერი პრობლემისგან, რომელიც დღეს მას აწუხებს. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა, ქალბატონ სალომე.